2013 წელს ინვესტიციების მოცულობა მაჭარაში 195 მილიონი ლარი შეადგინა. 2012 წელთან შედარებით კერძო ინვესტიციების ხარჯზე მიღებულ შემოსავლებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გუშინი საუბრა. დავით ბალაძის გამარტებით შემოსავლები ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ ინვესტიციებზე, სამშენებლო და ენერგეტიკის სფეროში დაბანდებული თანხების ხარჯზე გაიზარდა. მისი თქმით, ციფრი საბოლოო არ არის და შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. 2012 წელს ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი 158 მილიონი ლარი იყო. როგორც უწყებაში გამარტავენ, შემოსავლების 70%-ზე მეტი ბათუმზე მოდის. რა წილი მოდის 37 მილიონი ლარიდან სამშენებლო სექტორზე და რა კატეგორიის მშენებლობებში ჩაიდო თანხები. სწორედ მომდევნო გამოშვებაში ნახავთ. 195 მილიონი არის 2013 წლის შემაჯამებელი ინფორმაციით. ეს შეიძლება ითქვას, რომ საბოლოო არ არის, კიდე რაღაც ინფორმაციების მოძიება მიმდინარეობს, მაგრამ მიმდინარე ეტაპზე რაც შესწავლილი არის, დაფიქსირებული ციფრი არის 195 მილიონი. ზრდა მოდის ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ ინვესტიციებზე, სამშენებლო ინვესტიციებზე და იმ ახალ მიმართულებაზე, რომელსაც ენერგეტიკა ქვია, ამ მიმართულებაში არის ზრდა დაფიქსირებული მნიშვნელოვნად.